ვაშლის კრამბლი ნიგოზით, ქიშმიშით და დარიჩინით, ნაყინთან ერთად. მიირთვით თბილი ან ახლად გამომცხვარი. რომ გავსინჯე, იმდენად მომეწონა, ერთ ადგილას ვეღარ ვჩერდებოდი. ინგრედიენტები ორი ნაბიჯიდან მოვიმარაგე და ნამდვილად ყველაზე ბიუჯეტურ ფასად. პირველ რიგში გათალეთ ვაშლი და დაჭერით კუბებად. ვაშლს დააწურეთ ლიმონი და თუ შემთხვევით შემსავით კურკები გაყვებათ, უბრალოდ ამოიღეთ. დაგჭირდებათ ასევე დაქუცმაცებული ნიგოზი და დაუქუცმაცებელი ქიშმიში. ყველაფერს რომ დაჭრით და გაამზადებთ, ტაფაზე გაადნეთ შაქარი და კარაქი. და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანეთ ვაშლი, ნიგოზი და ქიშმიში. მოაყარეთ დარიჩინი, ამოურიეთ და დადგეთ ცეცხლზე. 5-7 წუთით საკმარისია. იქაც გაუნდებით ურიეთ, მარტო არ დატოვოთ. შემდეგ გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და გაასწორეთ ზედაპირზე. მე 2 პორცია ერთად გავაკეთე. პოსტის აღწერაში კი 1 პორციის პროპორციებს დავტოვებ. კრამბლისთვის ფქვილს დავუმდეთ შაქარი და ოთახის ტემპერატურის კარაქი. კარგად გადაურიეთ ეს ყველაფერი ხელით და მოაყარეთ ვაშლის მასას. გაასწორეთ, გააბრტყელეთ და შემდეგ გამოაცხოთ 105 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით. სანამ არ შეღავისფრდება. ცხელივე მიირთვით ნაყინთან ერთად და მითხარით როგორ მოგეწონათ.